მოგესალმებით დავარ მადლობა მობრძანებისათვის 150 მილიონის ინვესტიცია ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის კიდევ უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ რა მიმართულებით იქნება გამოყენებული ინვესტიცია და როგორი იქნება მისი შედეგები რიცხვებში იქნება ეს რეისების რაოდენობის ზრდა თუ მგზავრნაკადის გაზრდა კიდევ ერთხელ მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ზოგადად თემით დაინტერესებისთვის საავიაციო სექტორისთვის გუშინელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება ტავ-ჯორჯიასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავს 150 მილიონის ინვესტიციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის ეს ნიშნავს პირდაპირ იმას რომ დღეს თუ ვემსახურებით 5 მილიონ მგზავრს შესაბამისად 2027-28 წლიდან მოვემსახურებით დაახლოებით 10 მილიონ მგზავრს შესაბამისი გამტარუნარიანობას გავზრდით აღნიშნული აეროპორტის შესაბამისად შევცვლით იმ მნიშვნელოვან სერვისებს რაც მნიშვნელოვანია ზოგადად მგზავრის კომფორტისათვის გაფართოვდება ზოგადად ტერმინალი 50%-ით დაემატება შესაბამისი სივრცეები როგორც შიგნით ტერმინალში ასევე გარეთ ეს ნიშნავს რომ საპარკინგო სივრცეც გაიზრდება და შესაბამისი სერვისები დაემატება რაც მნიშვნელოვანია 10 მილიონი მგზავრის მომსახურებისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ გაუმჯობესდა ზოგადად პირობები რაც დადებული იყო ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის და აქ უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ 20 წელია ძალიან წარმატებით თანამშრომლობთ თურქულ კომპანიამ ტავ აეროპორტსთან რომელიც არის ტავ-ჯორჯიას მფლობელი კომპანია და ზოგადად აღნიშნული კომპანია შედის ფრანგული სახელმწიფო კომპანიის ასე ვთქვათ ჰოლდინგში შესაბამისად 20 წლის განმავლობაში ტავ აეროპორტსთან ერთად ჩვენ განვავითარეთ ზოგადად საქართველოს საავიაციო ინდუსტრია ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველები რომლებიც ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს საავიაციო სექტორში და შესაბამისად ეს არის სწორედ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი. ზოგადად იმასაც აღვნიშნავ, რომ თურქული ინვესტიციები ზოგადად საქართველოში მზარდია და 2025 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს უკვე დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ფარგლებშია წინა წელთან შედარებით 40 მილიონიანი მატება გვაქვს 4 კვარტალში 140 ჰქონდა და შესაბამისად მოკლედ მატება გვაქვს ამ კუთხით შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად აღნიშნული ინდუსტრიის განვითარება გუშინ როგორც პრემიერ-მინისტრისგან ასევე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრისგან ასე ვთქვათ ხაზგასმული იყო ის რეკორდული მაჩვენებლები რაც ავიაციო სექტორში გვაქვს ეს არის მე დავაზუსტო თქვენ ახსენებთ ის განვლილი 20 წელი ხო რაც ტავი ოპერირებს საქართველოში აი რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მომდევნო წლები აი ამ ხელშეკრულების გათვალისწინებით და ინვესტიციის მოცულობის გათვალისწინებით განვლილ წელთან შედარებით თუ შეგვიძლია რომ ეს შედარება გავაკეთოთ. ეს არის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც აღნიშნულ კომპანიას საქართველოში განუხორციელებია ერთდროულად 150 მილიონის ინვესტიცია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის უკვე მეორე გაფართოება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და შესაბამისად წინა გაფართოება, რომელსაც ხელი მოეწარა 2015 წელს და შესაბამისად ოპერირება შევიდა 2017 წელს დაახლოებით 60 მილიონ დოლარის ინვესტიციაზე იყო გათვლილი. შესაბამისად ეს ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია. ჩვენ იმასაც ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული შეთანხმებით უმჯობესდება პირობები, შესაბამისად სამჯერ უფრო იზრდება საქართველოს აეროპორტების შემოსავლები, შესაბამისად ტავ-ჯორჯია მონაწილეობას მიიღებს ასევე მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამებში, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ახალი ავიაკომპანიები მოვიზიდოთ და როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოსთან ოპერირებს დაახლოებით 70 ავიაკომპანია პირდაპირ რეისები გვაქვს. ანუ ეს მარკეტინგული კამპანიები მოქმედებს არა მხოლოდ მგზავრების ინტერესზე, ტურისტული თვალსაზრისით, არამედ ავიაკომპანიების ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზე, იმისთვის, რომ ახალი პირდაპირ რეისები შესრულდეს ჩვენი აეროპორტიდან და ნამდვილად ძალიან მზარდია აღნიშნული მიმართულება. ჩვენ დაახლოებით 8 მილიონ ნახევარ მგზავრს მოვემსახურეთ 2025 წლის განმავლობაში 3-ვე აეროპორტში.
და შესაბამისად აღნიშნული ციფრები რეკორდულია. ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. თბილისი, ქუთაისი, ახლა რომ ბათუმი, შევაჯამოთ, ან მთლიან დანარჩენ აეროპორტებზეც ჯამურად რა გავლენა შეიძლება იქონიოს აი ამ ინვესტიციამ და აი ამ ხელშეკრულებამ. კი ბატონო, ზოგადად, როგორც აღვნიშნეს, ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდი არის საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდ აქცენტებს ვაკეთებთ როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და შესაბამისად ძალიან მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახლა შენდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მიიღებს ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდ ბორტებს, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ განმავითაროთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ბაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის, მისი მშენებლობა 2031 წლის ბოლომდე, ასე ვთქვათ, ტავი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი და შესაბამისად უზრუნველყოფს იმას, რომ იმ გაზრდილ მგზავრთნაკადს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ადასტურებს, მოემსახუროს ღირსეულად და შესაბამისად შექმნას ის კომფორტი და ის მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ასე ვთქვათ, პირველი მგზავრისთვის ხომ აეროპორტი პირველი, ასე ვთქვათ, მიმღები არის ქვეყანაში და შესაბამისად ღირსეულად დავხვდეთ ჩვენ. ვიდრე ეს დრო გავადა, ეს გაიხსნება კიდევ ახალი აეროპორტი, უშუალოდ 2026 წლის გეგმები როგორია ავიაციის მიმართულებით? ზოგადად ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად და ჩვენ როგორც ეკონომიკის საკუთრებადი განვითარების სამინისტრო პოლიტიკის გამტარი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიმართულებით, ახალი ავიარეისების დანიშვნის კუთხით და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი ხელშესახები შედეგები გვექნება უკვე პირველივე კვარტალში. დაველოდოთ. მაშინ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გახდა დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. მიმდინარე სიახლეებს